სამთავრობო კვარტალი ახლა სავსეა ხარებას სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებით პირველმა გადაიღო კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ ირაკლი კობახიძის სამსახური ახლა სავსეა დანაყოფის წარმომადგენლებით, ასევე მობილიზება არის საკანონმდებლო ორგანოში და გარდა ამისა, სწორედ ამ წუთებში ხედავთ თქვენ მობილიზებას, ეს არის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც პოლიციის მაღალჩინოსნებმა ეს სივრცე გადააქცეს საპარკინგე ტერიტორიად, აქ არიან განლაგებულები და სწორედ ამ ტერიტორიიდან ადევნებენ თვალს საპროტესტო აქციას. ყველა წარმომადგენელი ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ქუჩაში არიან გამოსულები, უცნობია რისთვის გამოაცხადეს ეს მობილიზება. მაგალითად ამ ავტომობილში იმყოფება მიხეილ სუჯაშვილი, ეს არის მირიან ქავთარაძის მოადგილე, ეს არის სწორედ საბას ხვიტარიძის საქმის ოქროს მოწმე, რომელმაც წინა სასამართლოს ხდომაზე მაგალითად ვერ გაიხსენა დეტალები, რომელიც აქ განვითარდა და ვერ დაასახელა კონკრეტული მომენტები, მაგალითად მიხეილ სუჯაშვილს არ ახსოვს იყო თუ არა მოწოდება მათი მხრიდან, როდესაც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები აქციის მონაწილეების მიმართულებით, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები. დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები მთელს ამ ტერიტორიაზე არიან მობილიზებულები, კანცელარია, პარლამენტი სრულად სავსეა საპოლიციო დანაყოფებით, პოლიციის მაღალჩინოსნები კი ვერ პასუხობენ მთავარ კითხვას, რა საჭირო იყო ეს მობილიზება. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები, თუმცა ეს მობილიზება ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილზე არ გვინახავს. სავარაუდოდ რეჟიმი ახლა ძალიან არის შეშინებული, რომ ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვა. თქვენი დეპარტამენტიდან დაახლოებით რამდენი თანამშრომელია გამოყვანილი? რამდენია საჭირო დღეს რასელოდებით, აბა მითხარით? არაფერს არ ველოდებით რამდენი. ხო და აბა რატო გამოიყვანეთ ამდენი თანამშრომელი? რამდენი საჭიროა ღონისძიებისთვის იმდენია რა ღონისძიება ხელოდებით ბატონო ალექსანდრე? აი აქცია არის და ჩვეულებრივი და აქცია ხო ყოველდღიურად არის და ყოველდღიურად თქვენ ამდენი თანამშრომელი არ გამოგყავთ ქუჩაში? საჭიროების სამი. საჭიროების სამი, რა საჭიროება იყო დღეს მაგალითად? გაგიცი პასუხი. ბატონო ალექსანდრე, სპეცრაზმით არის სავსე ირაკლი კობახიძის სამსახური. არ ვიცი. მე პარლამენტთან ვიმყოფები, კანცელარიას რა ხდება არ ვიცი. რამდენი თანამშრომელი გყავთ გამოყვანილი ქუჩაში? ის რაოდენობა რაც ჭირდება დღევანდელ ღონისძიებას. რა რაოდენობა სჭირდება დღევანდელ ღონისძიებას? რამდენი ადამიანი შეიკრიბება, იმის პროპორციულად შეიკრიბება პოლიციის თანამშრომლები. მარტო პოლიცია არ არის ადგილზე, აქ არის სპეცრაზმიც, აი გვერდით, სადაც მათი ბაზაა სავსეა და რა საჭიროება იყო, რასელოდებით ასეთ ღონისძიებას? სპეცრაზმთან დაკავშირებით მე არ მაქვს ინფორმაცია. არ გინახავთ თქვენ? არ მინახავს. რანაირად ბატონო სერგე ავტობუსებით შევიდნენ აქ და არ მინახავს, ახლა არ მაქვს ინფორმაცია სპეცრაზმთან დაკავშირებით. თქვენ არ გაწვდიან ასე მონაცემებს მდგომარეობას, რომ აი თქვენს დასახმარებლად სპეცრაზმი მოიყვანეს? ყველა დანაყოფი პასუხისმგებელია თავის თანამშრომლებზე. ანუ ხარებას ბიჭები რატომ გამოვიდნენ ქუჩაში თქვენ არ იცით ეს ბაზა რატომ მოაწყეს კობახიძის მე სამსახურში? რატომ ეკითხებით? განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის შესახებ. რა ვიცი, მე აი წარმოვადგენ საბატონო პოლიციას და გქონდეთ ერთმანეთს. შეგიძლიათ საბატონო პოლიციასთან დაკავშირებით გამისვათ შეკითხვა და გიპასუხებთ. დღეს ქუჩაშია ყველა ის პოლიციელი, რომელიც გასულ კვირას დიდ სკანდალში გაეხვა, მაგალითად ქუჩაშია სულხან თამაზაშვილი. ეს არის სანქცირებული პოლიციის მაღალჩინოსანი და სწორედ სულხან თამაზაშვილის მოადგილე რონი მესხი ფიგურირებს თამარ კურატიშვილის დაკავების ეპიზოდში. თამარი არის ის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი, რომ ანწუხელიძე არის უკვდავი, ის იმყოფებოდა ტროტუარზე, არ ყოფილა მის მიმართ არანაირი მოწოდება და სწორედ ბანერის ხელში ჭერის გამო დააკავეს ახალგაზრდა ქალი. ის თავდაპირველად დააკავა რონი მესხმა, რომელიც იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოსთან, თუმცა სპეციალურ დავალებაზე მოსული პოლიციელი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ადგილზე დაინახა პირველების კამერა. მისი ხელმძღვანელი კი სულხან თამაზაშვილი ვერ იხსენებს ამ მომენტს და ამბობს, რომ თამარ კურატიშვილი მის თანამშრომლებს არ დაუკავებია და სრულ პასუხისმგებლობას ის ანიჭებს და აკისრებს საპატრულო პოლიციას. ადგილზე არიან ის პოლიციელებიც, ვინც ელენე ხოშტარია დააკავეს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებს ყველა ეს მომენტი აქვთ დავიწყებული და ვერ იხსენებენ იმ მომენტებს, როდესაც უკანონოდ ახალგაზრდები დააკავეს და ამის შემდეგ უკვე მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ანგარიშწორება სხვადასხვა სამართლოებში ხდებოდა. აი უნდა გაჩვენოთ ვიპო. რას მოჩვენეთ? დიდ ხანს ვეძებდი. ვიცი ქალბატონი ელენე დააკავეს პარლამენტთან, რა რატომ ნანახი. დააკავეს? ზებრაზე გადადიოდა. არ ღვივდა საზოგადოებრივი წესი. რაში მაგიტო დააკავეს. გამოიხატებოდა? აი როგორ გააშიშულესო და როგორ აწამესო, ეგ არ ვიცი. არაფერი არ ვიცი რას სამმართველოში გულისხმობს. ვერ არასერიოზული ამბავი. როგორ გიგაბა. არასერიოზული როგორ არის? თავად ისაუბრა ამ ყველაფერთან კაი, დაკავშირებით. მადლობა. სად არის ბატონი რონი? რონი არ ნახა. საბატონო პოლიციას წარმოვადგენ მე და საპატრულო პოლიციამ დააკავა. ვიზე მეუბნეთ, რა?
აი გოგონაზე თამარ კურატიშვილზე, რომელიც აქ იყო ტროტუარზე და თქვენმა თანამშრომლებმა რამდენადაც მე ვიცი, საბატონო პოლიციას ეს გოგონა არ დაუკავებია. აბა ვინ დააკავა? კრიმინალურმა პოლიციამ? რამდენადაც ვიცი, ჩვენ არ დავიკავებია. ანუ პასუხისმგებლობას თქვენ იხსნით. ვიხსნი, იმიტომ რომ საბატონო პოლიციასთან დაკავშირებით უნდა დამიჯოთ შეკითხვები თქვენ და პასუხისმგებლობის მოხსნა არაფერ შუაში არ არის. რაც საბატონო პოლიციას არ გაუკეთებია, იმაზე მე ვერ ვისაუბრებ. ზვიად ხარაზიშვილის იგივე ხარებას ყველა თანამშრომელი ახლა ქუჩაშია გამოსული, სხვადასხვა ლოკაციებზე არიან ისინი განლაგებულები, სავსეა კანცელარია, საკანონმდებლო ორგანო, პოლიციის მაღალჩინოსნები კი მობილიზებულები არიან საკანონმდებლო ორგანოსთან, უცნობია რისთვის გამოაცხადა რეჟიმმა ასეთი მობილიზება, ყველა ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი ახლა გამოსულია და თავად აკონტროლებენ საპროტესტო აქციას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობს.